ჩვენ იმუნურ სისტემაზე უდიდეს გავლენას ახდენს ის გარემო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. მთელი ცივილური სამყარო მიხვდა, რომ გადარჩენის ერთადერთი დღევანდელ სტრესით მოცულ გარემოში ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. ის არის სწორი კვება, მშვიდი გარემო, ეკოლოგიურად სუფთა სამუშაო პირობები და ამასთან ერთად რასაკვირველია სრულფასოვანი მინერალებითა და ვიტამინებით გაჯერებული საკვები. და სწორედ ამ გამორჩეულ საკვებ დანამატებსა და ბიოლოგიურ აქტიურ ნივთიერებებს შორის, რომელიც თავისთავად თამაშობენ იმუნომოდულატორების როლს, მე ხაზს უსვავ იმუნომოდულატორების და არა იმუნოსტიმულატორების, ეს არის ფოლკეპილენი. ეს არის საოცარი მედიკამენტი, რომელიც შექმნილია შვედი მეცნიერების მიერ. ყველაფერი დაიწყო 1990 წლიდან, როდესაც კარლ იენსენმა და ფრანსის ჟერარდმა შექმნეს ის ტანდემი, რომელმაც ჩვენ მიგვიყვანა დღეს აი ამ მეტად მნიშვნელოვანი საკვები დანამატის შექმნამდე. ის შედგება 13 ყველაზე აქტიური იმუნიტეტის მასტიმულირებელი და გამაძლიერებელი მცენარეული დანამატისგან და მხოლოდ 2 რადღირს თუ არ ჩავთვლით ჩვენ ნიორს, კურკუმას, ჯინჯერს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება პრევენციას. პრევენციას, როდესაც აბსოლუტურად ჯანმრთელმა ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს ფოლკეპილენი იმ შემთხვევაში, როდესაც წინ გვაქვს ცივი სეზონი, ზამთრის სეზონი, როდესაც იწყება ვირუსული ინფექციები და სწორედ აქედან ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ საზოგადოებას, რომ შენი ჯანმრთელობა შენი არჩევანია.